საღამო მშვიდობისა. გავიდა ორი კვირა და სტუდია მაესტროს ეთერით თქვენ კვლავ გეძლევათ საშუალება ჩაერთოთ ტელეთამაშში სიტუაცია პლუს. ჩახლართული ისტორიების მოყვარულებს ამ საღამოსაც მოუწევთ გონების დაძაბვა, ფანტაზიის მოშველიება და საბოლოოდ ყველაზე ორიგინალური გამოსავლის პოვნაც. ეს არც ისე რთულია, მით უმეტეს თუ თქვენ აზარტულობასთან ერთად ორიგინალური აზროვნების ნიჭითაც ხართ დაჯილდოვებული. რაც შეეხება იმ ჯილდოს, ანუ პრიზს, რომლის საშუალებითაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს გამარჯვებას. ეს სწორედ ის საგანია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს თამაშში. მოკლედ, ეს არის ტელეფონი. როგორც გახსოვთ, სიტუაცია პლუსის წინა გამოშვების თემა იყო სამსახურეობრივი კონფლიქტი. ჩვენ წარმოგიდგინეთ ისტორია, რომლის გმირებიც იყვნენ დირექტორი და ბუღალტერი. სიტუაციის დაძაბვის მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ბუღალტერს არ სურდა ჩარეულიყო მაქინაციაში, რომელსაც დაჟინებით სთავაზობდა მას ახალი დირექტორი. უარის თქმა, რა თქმა უნდა, სამსახურის დაკარგვას ნიშნავდა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციიდან ასეთი მრავალფეროვანი გამოსავალი შეიძლებოდა არსებულიყო. ამაში თქვენმა სატელეფონო ზარებმა დამარწმუნეს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც აქტიურად მონაწილეობს ჩვენს თამაშში და გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსავალის საკუთარ ვარიანტებს. ახლა კი მინდა გაგაცნოთ ის ადამიანი, ვინც ჩვენის აზრით სიტუაციიდან თავის დაღწევის ყველაზე ორიგინალური გზა მოძებნა. მაშასე, ბატონი ვაჟა დოღონაძე, ჩვენი წინა თამაშის გამარჯვებული. დირექტორს დათანხმდეს ბუღალტერი, რომ შეუსრულებს მის თხოვნას, მაგრამ რადგანაც სხვა მას, ესე იგი, არ აქვს საშუალება, რომ დირექტორი დაარწმუნოს, რომ ის პატიოსანია და არ იწავა ასეთ საქმეზე, ის იძულდა ამის გამო ის დირექტორი მას აგდებს სამსახურიდან, ის იძულებულია, რომ ესე იგი დაიცვას თავი და დაცვის მიზნით ის მან უნდა მიმართოს სათანადო ორგანოებს, საკონტროლო ორგანოებს და მოახსენოს, რომ დირექტორი ასეთ დღეში აყენებს მას, თუ არ წავა ამ საქმეზე, მაშინ ის აგდებს სამსახურიდან და იძულებული ხდება ის მოაწეროს ხელი და დირექტორის თხოვნას შეუსრულოს, დირექტორის თხოვნა მოაწეროს ხელი აღნიშნულ დოკუმენტზე და შემდეგ აცნობს, რომ აი ეს და ამის შემდეგ ის გარეწარი დირექტორი განთავისუფლდება და არა ბუღალტერი სამსახურიდან. ახლა კი დღევანდელი თამაშის შესახებ. სიტუაცია პლუსის დღევანდელი გმირია ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა ცხოველები. სწორედ ცხოველების სიყვარულის გამო აღმოჩნდა იგი საკმაოდ უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში. თუმცა მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად. უყურეთ, უსმინეთ და იფიქრეთ ყველაზე ორიგინალურ გამოსავალზე. მაშასე, ყურადღებით. ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ერთ ჩვეულებრივ დღეს სახლიდან გამოვიდა და წავიდა. არა, არსად არ წასულა. ჯერ დაფიქრდა, სად წასულიყო. საქმე არაფერი ჰქონდა. იქნებ ჰქონდა კიდეც. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმ დღეს ბიჭს უბრალოდ ქუჩაში სიარული, ან სულაც იქნებ განმარტოება და ფიქრი მოუნდა. დღე ჩვეულებრივი იყო. ქუჩაში ადამიანებიც ჩვეულებრივად დააბიჯებდნენ. უკაცრავად? ხო, დააბიჯებდნენ. ბიჭი კი მიდიოდა, ფიქრობდა და უეცრად რატომღაც ზოოპარკში შესვლა გადაწყვიტა. იმიტომ რომ იქვე გზად იყო. ან იქნებ იმიტომ რომ ბავშვობის ნოსტალგია აღეძრა. ან იქნებ სულაც იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობა ცხოველებთან ურთიერთობა ერჩივნა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბიჭს უბრალოდ მოუნდა ზოოპარკში შესვლა. მივყვეთ მოვლენებს. ჩვენს ახალგაზრდა გმირს სხვათა შორის ძალიან უყვარდა ცხოველები. სხვათა შორის არც ცხოველები განიცდიდნენ მის მიმართ მაინც და მაინც დიდ ანტიპათიას. ასე რომ ბიჭი დიდად ნასიამოვნები დააბიჯებდა ვოლიერებს შორის და ათვალიერებდა. დასათვალიერებელი კი აქ მართლაც ბევრი რამ იყო. მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდა გმირი გაეცნო საკმაოდ სიმპათიურ აკლემს, რომელსაც სულაც არ უფიქრია უკაცრავად და შეფურთხებაზე. შემდეგ ბიჭი ესტუმრა მგლების მრავალრიცხოვან ოჯახს. შემდეგ მოინახულა კატისებრთა ოჯახის მოზრდილი წარმომადგენლები, რომლებიც ზოგჯერ მართლაც კატებივით იქცეოდნენ. შემდეგ ერთმა პატარა ჯიხმა გადაწყვიტა მის წინაშე თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება მოეხდინა. შემდეგ ბიჭი ესტუმრა თუთიყუშებს და ერთმა მათგანმა მოფერების უფლებაც კი მისცა მას. შემდეგ იყო ყველაზე საინტერესო. უпростоრეთ ჩვენი გმირისათვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო კონტაქტი. ამ გალიასთან ბიჭი შედარებით დიდხანს შეჩერდა. ეს ადამიანების მსგავსი სასაცილო ცხოველები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ მასზე. ასე რომ ჩვენმა ცნობის მოყვარე გმირმა გადაწყვიტა უფრო ახლოს გაეცნო ისინი. აი ასე. ჩვენი ცხოველების მოყვარული გმირი მშვენივრად გაერთო და მოგვიანებით ფრიად ნასიამოვნები გაემართა სახლისკენ. თუმცა ეს ყველაფერი ასე არ დამთავრებულა.
ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდა გმირი კვლავ ესტუმრა თავის უკვე საყვარელ ადგილს. იქნებ იმიტომ, რომ აქაურობა ბავშვობის ნოსტალგიას აღუძრავდა. იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ საქმე არ ჰქონდა. ან იქნებ სულაც იმიტომ, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ცხოველებთან ურთიერთობა ერჩივნა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია, რომ იგი აქაურობის საკმაოდ ხშირი სტუმარი გახდა. ამ სტუმრობის მიზეზს კი არც მეტი, არც ნაკლები ეს ადამიანის მსგავსი სასაცილო მაიმუნები წარმოადგენდნენ, რომელთაც ჩვენი გმირი ძალიან დაუმეგობრდა. სხვათა შორის მგონი მაიმუნებიც აიყვნენ მაინც და მაინც ცუდად განწყობილნი მის მიმართ. ბიჭს განსაკუთრებით შეეჩვია აი ეს. არა, ეს არა, აი ეს მაიმუნი. ჩვენი გმირი მასთან საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა. სხვათა შორის აქ მას უკვე ყველა კარგად იცნობდა და არც არავინ უშლიდა ცხოველებთან კონტაქტს. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. იქნებ კვირა, ან იქნებ სულაც თვე. მოკლედ მანამდე სანამ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად გაუგებარ ვითარებაში, სრულიად მოულოდნელად მოხდებოდა სრულიად უცნაური რამ. გალიიდან დაიკარგა ერთ-ერთი მაიმუნი. სხვათა შორის სწორედ ის, რომელთანაც განსაკუთრებით მეგობრობდა ჩვენი ცხოველების მოყვარული გმირი. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. არა, ჩვენი გმირი აქ ნამდვილად არაფერ შუაში იყო. მას მართალია ძალიან უყვარდა მაიმუნები, მაგრამ მათი მოპარვა არც უფიქრია. თუმცა ამას ჯერ დამტკიცება უნდოდა. უკლებლივ ყველა მის გარდა აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ მაიმუნი სწორედ მან მოიპარა. სხვათა შორის ეჭვებისათვის საკმაოდ ობიექტური არგუმენტებიც არსებობდა და საერთოდ ამ უცნაურ ამბავში რატომღაც ყველაფერი ჩვენი გმირის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა. ალბათ ძნელი არ არის მიხვედა თუ სადამდე შეიძლებოდა მისულიყო საქმე. ჩვენი გმირი კი ვერაფერს, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ამტკიცებდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი ცხოველების მოყვარული გმირი ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ასე უყვარდა ცხოველები, საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. აი ასეთი ამბებიც ხდება. შეიძლება არც ხდება, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია თქვენ ამ სიტუაციიდან იპოვოთ გამოსავალი. შეგახსენებთ, რომ ჩვენს თამაში არსებობს ერთი აუცილებელი პირობა, რომლის მიხედვით გამარჯვებული ხდება ის, ვინც მოახერხებს სიტუაციიდან თავის დაღწევას ყველაზე ორიგინალური გზით. ანუ თქვენ უნდა იპოვოთ არა ჩვეულებრივი გამოსავალი, არამედ არ დაგავიწყდეთ ასევე პრიზი, რომელიც დაწესებულია თქვენი ორიგინალური აზროვნების ჯილდოდ. დღეისათვის სულ ეს იყო. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას. მე კი როგორც ყოველთვის უზომო ინტერესით ველი თქვენ ზარებს ტელეფონზე 36 88 71. მომავალ შეხვედრამდე შემდეგ შაბათს სტუდია მაესტროს ეთერში. კარგად.